მოგესალმებით თქვენსმენთ რადიო მედეფემს, მე ვარ სალომე ლიულაშვილი. დღეს საავტორო საათს წარმოგიდგენთ ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი საუბრის თემას, საკმაოდ აქტუალურ და მწვავე პრობლემებს შევეხებით. ჩვენი გადაცემის ძირითად ნაწილს ბავშვთა უროლოგიურ პრობლემებს დაუთმობთ, ხოლო დასკვნით ნაწილში ვეცდებით, რომ დროში მაქსიმალურად ჩავეტიოთ და ვისაუბროთ შარდის შეუკავებლობაზე, როგორც პატარებში, ასევე მოზრდილებშიც. რაც შეეხება ჩვენ სტუმარს, ჩვენი სტუმარი გახლავთ ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა ჭანტურაია. რა პრობლემები შეიძლება სდევდეს თან მოზარდი ბიჭის უმნიშვნელოვანესი ორგანოების ფორმირებას, როდის არის საჭირო ჩარევა და როდის მხოლოდ მოთმინება და დაკვირვება სჯობს? სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენი გადაცემის საწყის ნაწილში. მე აქვე მინდა გამოვაცხადო სტუდიის ტელეფონის ნომერი 242 100 ხაზი თავისუფალია იმ შემთხვევაში თუ საჭესთან არ იმყოფებით და გარემო გაძლევთ იმის საშუალებას დაგვირეკოთ და ინტერესის შემთხვევაში ღია ეთერში დაგვისვეთ შეკითხვა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ არაჩვეულებრივი მომენტით. მოგესალმებით ბატონო ზაზა, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გამარჯობა. ბატონო ზაზა, მე უკვე ვთქვი, რომ დღეს ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, ძირითად დროს მაინც ბავშვთა უროლოგიას დაუთმობთ, ხომ? საერთოდ აი რით განსხვავდება ბავშვთა უროლოგია დიდების უროლოგიისგან? არ ვიცი, რამდენად სწორად ფორმირებულია შეკითხვა, მაგრამ ეს შეკითხვა მაინც უჩნდებათ ადამიანებს. არა, რა თქმა უნდა, ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელია თავისი პრობლემები უროლოგიაში, ასე ვთქვათ, ბევრ დაავადებას, რაც უფრო მოზრდილებში ვხედავთ ბავშვებში, ბავშვთა ასაკში ფაქტურად ვერ ვხედავთ, ხოლო რაც შეეხება ბავშვებში ხშირად ვხვდებით თანდაყოლილ ანომალიებს, რაც მოზრდილებში ნაკლებად აქტუალურია, რა თქმა უნდა. გასაგებია. და საერთოდ რა პრობლემები იჩენს ხოლმე ბავშვებში თავს ძირითადად? უროლოგიის მიმართულებას გულისხმობთ. ეს შეგვიძლია მარტივად და ასე ვთქვათ დავახარისხოთ, რომ ეს არის თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც თანდაყოლილი ესე ვთქვათ ობსტრუქციული ანომალიები, ეს შეიძლება იყოს ჯარითა სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული, ერთი ეს არის შედარებით მარტივი სამანეჯმენტოდ მარტივი პათოლოგიები, როგორც არის ტრიპტორხიზმი, წყალმატი, მეორე ფიმოზი და ასევე შედარებით რთული სამენეჯმენტო ეს არის ჰიპოსპადია. პოპულარულ ენაზე ეს არის, როდესაც ჯარითა შარცადენი მილის ჯარითა ხროლი იხსნება არაასოს წვერზე ბიჭებში. გასაგებია. და ასევე, ვთქვათ, კანცერულ გოგონებში აქტუალურია საშარდე ინფექციის პრობლემები და ასევე შარდის შეუკავებლობა, რაც ფიზიოლოგიურად ითვლება გარკვეულ ასაკამდე, ვთქვათ, ღირსით 60-მდე, ღამით 5-მდე, თუმცა შემდგომ ასაკში უკვე ეს პათოლოგიურია და სასურველია ის, ასე ვთქვათ, განკურნებული იქნას. კარგით. და ყველაზე ხშირად მაინც ბავშვებში თანდაყოლილი ანომალიები შედეგად მოდიან ხოლმე სხვა ჩინელები. ძირითადი დატვირთვა ეს არის თანდაყოლილი ანომალიები, რა თქმა უნდა. და გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში არის თუ არა? გენეტიკას ყოველთვის ვერ იტყვი, რადგან უფრო წინა პლანზე წამოდის რაღაც ესე ვთქვათ, გარემო ფაქტორების ზემოქმედება და ასე ვთქვათ. მაგალითად, ბევრი ყოფით ნივთიერებაში არის ესე ვთქვათ, მაესტროგენებელი, ანუ მამაკაცის სქესობრივი ჰორმონების დამსხმელი ნივთიერებები და რასაც უკავშირდება მაგალითად აი ჰიპოსპადიების, ასე ვთქვათ, სიხშირის ზრდა ბოლო 10 წლეულებში. მაგრამ აი როგორც არის ფიმოზი, როგორც არის ტრიპტორხიზმი, იმდენად გავრცელებული ანომალია არის, რომ ლაპარაკი გენეტიკაზე არ არის საკმაოდ ხშირია, ძალიან ხშირია. თქვენ ახსენეთ ფიმოზი, მოდით გადავიდეთ კონკრეტულ პათოლოგიებზე, მაგრამ ამაზე კიდევ ერთხელ მინდა დავაანონსო, რომ ჩვენ დღეს ახლახან შემოვედით ეთერში და დღეს მთელს ამ 1 საათს უთმობთ ძირითადად ბავშვთა უროლოგიურ პრობლემებზე საუბარს, გადაცემის დასკვნით ნაწილში ისეთ გახშირებულ პრობლემაზე ვისაუბრებთ, როგორიც არის შარდის შეუკავებლობა, ანუ ენურეზი, როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა ჭანტურაია. ბატონო ზაზა, მოდით ვისაუბროთ კონკრეტულად ფიმოზზე. რა არის ეს საერთოდ?
ცით ასე მშობელთა დასამშვიდებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არის მეტნაკლებად ფიზიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულ ასაკამდე. ასე რომ ყველა ბავშვი ადის ამ ეტაპს და ასე ვთქვათ, ახალშობილში ფიმოზი ეს არ არის აიდა რაღაც საშინელება და რაღაც საგანგაშო. საგანგაშო და რაღაც 2-3 წლამდე შეიძლება ამას უფრო დიდ ასაკამდე შეიძლება ძალიან მშვიდად უყურო. ეს არის ასე ვთქვათ და მართლაც უკვე დიაგნოზში ეს ფიგურებს ეს არის ფიზიოლოგიური ფიმოზი. შესაბამისად ამას უნდა უყურო მშვიდად, არ უნდა ეცადოს მაინც ასე ვთქვათ ამის ხელოვნურად ასე ვთქვათ ძალადობა არანაირად საჭირო არ არის და ასე ვთქვათ ოპტიმალური ასაკი ალბათ თუ კი არანაირ პრობლემას არ უქმნის ბავშვს ეს ასე ვთქვათ თანდაყოლილი ფიზიოლოგიური პათოლოგია, ასე ფიზიოლოგიური და შეუსაბამო თანხმედრა, მაგრამ ფიზიოლოგიური ქვია მაინც. რა თქმა უნდა, ჯობია მოიცადო. ანუ ეს არის მხოლოდ გარეგნული პრობლემა, ხო? მამას გულისხმობთ. არა, ეს არის ასე ვთქვათ პრობლემა, რომელიც ბავშვებში ჩვეულია და აბსოლუტურად ნორმალურია და თავისით რა უბრალოდ თავისითაც უმრავლესობა დიდ ნაწილში ბავშვების ნაწილში გაივლის, თუ არა და მკურნალობას ჯობია ცოტა მოგვიანებით ასაკში დაიწყონა. და მოგვიანებით ასაკი არის დაახლოებით 2-3 წელი. 5 წელი, 3 წელი. ან 2-3 წლამდე მშობელს შეუძლია მშვიდად იყოს და განგაში თუ კი რამე პრობლემა არ იქნება, ეს პრობლემა შეიძლება იყოს მორეციდივე საშარდე ინფექციები ბიჭებში და ეს შეიძლება იყოს თვითონ ჭუჭის სიფცის ინფექცია, ანუ ვალმაპოსტის სახით. მიხვდნენ მშობლები, ანუ რა მთავარი სიმპტომებია? ბავშვი სიცხიანობს და შარდში ამ დროს არის ინფექცია, ეს არის ძალიან ტიპური. ასე ვთქვათ, როგორც წესი, კარგი თანამედროვე პედიატრები სიცხიან ბავშვს ყოველთვის უმოწმებენ შარდის ანალიზს და ეს კარგია, ასე რომ არ გამოგეპარებენ, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება ესწავლდეს, ასე ვთქვათ, სასონგლიზების ინფექციებს, რაც უხშირესად კლიესია, მაგრამ შეიძლება აი ამ დიაგნოზით რეალურად ეს იყოს საშარდე ინფექციაც. კარგით. თუ თქვათ იმ შემთხვევაში ფიმოზზე ვსაუბრობთ, ისევ არ მოგვარდა თავისით პრობლემა ასაკამდე, ნუ დაახლოებით 3-4 წელი როდესაც მე უკვე რა ხდება? ანუ მოდიან თქვენთან ცენტრში და შემდეგ შეიძლება ამის მენეჯმენტი ჩაატაროს პედიატრმაც, ეს არის ადგილობრივი ჰორმონალური, ჰორმონებზე რო არ შეეშინდეთ, ეს არის ესეთი, ასე ვთქვათ, პრეპარატი, რომელიც ფაქტურად არ შეეწოება და მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად, ასე ვთქვათ, ეს არის ადგილობრივი მალამოთი მკურნალობა, რომელიც უნდა გახსნას ეს ხვრელი. და უხშირესად 80-90%-ში ეს ეფექტურია. დანარჩენ 10%-ში თუ თქვა, ან ყველა შემთხვევაში განსხვავდება. ვიღაცას სჭირდება, რა თქმა უნდა, ოპერაცია ხა სამწუხაროდ. მაგრამ ეს არის ხოლმე ძალიან პატარა პროცენტი. გასაგები. კიდევ რა ანომალია არის, თქვათ, ისეთი? ამასაც დავამთავრებთ, ვთქვათ, ახლა რაც ხშირად ხვდებით და თქვათ, ჩემთვის მაინც არ იყოს ძალიან მისაღები, ეს არის ასე ვთქვათ, აქტიური манипуლირება ჩუჩაზე, რაც აბსოლუტურად არანაირად წასახალისებელი არ არის რა. თქვათ, თუ კი ჩუჩა გადასცის, ბავშვს გადაუწევთ, მაგრამ თუ არ გადასცის, გავანებოთ თავი არანაირი ძალადობა. და კიდევ მინდა გითხოთ, საერთოდ რა ანომალიები, პრობლემები, პათოლოგიები ესეთი, რომელსაც თუ დროულად არ მიხედეს, არ უმკურნალეს, ან ხომ არის ვერაქს ეძახიან მსგავს პათოლოგიას, რომელიც დიდად არ აწუხებს ადამიანს და შემდეგ რაღაც პერიოდის შემდეგ ძალიან მძიმედ იჩენს თავს. არის თუ არა მსგავსი? არის, ეს არის, ვთქვათ, თანაყოლილი თირკმლის ობსტრუქციული, ანუ ესეთი შეგუბებითი ანომალიები, თუ ვთქვათ, რომელმაც რაღაც ფორმება შეიძლება თირკმელი დააზიანონ და ეხლა თუ დროულად არა ეს დაზიანება ნიშნავს, რომ თირკმელი ნელა ფუნქციას კარგავს და შეიძლება ერთ-ერთი თირკმელი დაიკარგოს. თუ ეს არ მხრევია მეტად ეს არის კრიტიკული მდგომარეობა. ეს არის მორეციდივე ინფექციები, ვთქვათ, თუ გოგონას აქვს წელიწადში 4-ჯერ 5-ჯერ სიცხიანი ინფექცია, საშარდე ინფექცია, ანუ პიელონეფრიტი, რა თქმა უნდა, ეს ყოველი პიელონეფრიტი შედება თილმის ფუნქციის რაღაც ნაწილს კარგავს და შესაბამისად ესეც არის მისახედი. ვთქვათ, მესამე, ვთქვათ, ესეც ძალიან უხიფთითოს ერთი ხო ძალიან უხიფთო მდგომარეობა წყალმანტლი, მაგრამ თუ წყალმანტლი, თანაყოლილი წყალმანტლი არ უკუგან ვითარდება წლინახევარ 2 წლამდე, რა თქმა უნდა, მე რისკებია რომ არ განვითარდეს ბავშვი ჩაჭედილი თერქია, ანუ ესეც აქტიურად სამკურნალოა და სამწუხაროდ მხოლოდ ოპერაციული. ამ ყველაფერს ბატონოზაზე რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.
ეთერშია ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის საავტორო საათი. მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ კვლავ დავბრუნდით რადიო მედეფემის პირდაპირ ეთერში. თქვენ უსმენთ საავტორო საათს, რომელსაც დღეს ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენს. ამავე ცენტრის თანამშრომელი უროლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა ჭანტურაიაგვე გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ბავშვთა უროლოგიურ პრობლემებზე, გაცემის დასკვნით ნაწილში კი საკმაოდ ასევე გახშირებულ პრობლემაზე ვისაუბრებთ, როგორიც არის შარდის შეუკავებლობა, როგორც პატარებში, ასევე მოზრდილებშიც. ჩვენი რადიოს ტელეფონის ნომერია 252 100 და 3, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დაინტერესების შემთხვევაში ღია ეთერში დაუსვეთ შეკითხვა ბატონ ზაზას, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ. ბატონ ზაზა, განვაგრძოთ ჩვენ საუბარი, ხომ წყალმაგზე ვსაუბრობდით რეკლამაზე გასვლამდე და მოდით აი ამაზე ვისაუბროთ, რა პათოლოგია ეს, რას გულისხმობს, როგორ მკურნალობთ, რა სიმპტომები აქვს და ასე შემდეგ. წყალმანკი ესეც ერთ-ერთი გამორჩეული პათოლოგია, რომელიც დიდებში აბსოლუტურად სხვანაირი პათოლოგია ვიდრე ბავშვებში. ბავშვებში ხა მარტივად რო ვთქვათ, სადეცლაჯირკვლები ისახება მუცლის წყურში და მერე ჩამოდის დაბლა და გარეთ, ასე ვთქვათ. რასაც მოყვება პერიტონიუმის ნაწილი. პერიტონიუმი ასეთ პოპულარულ ენაზე არის მუცლის ფარს რო ეძახიან. და შესაბამისად სადეცლაჯირკვლის გარშემო სივრცე დაკავშირებულია მუცლის ხრუსთან და სითხე გადაადგილდება თავისუფლად, მაგრამ წლინახევრისთვის მაქსიმუმ 2 წლისთვის ეს კავშირი უნდა დაიხუროს და შეხორცდეს, ასე ვთქვათ. და ასე ვთქვათ, ესეც 1 წლის და წლინახევრის ბავშვი ეს წყალმანკი ფიზიოლოგიურია, ნორმალურია, თუმცა თუ ამ დროისთვის არ იხურება, უკვე ასევე ქირურგიული ჩარევა საჭიროა. ამას სამწუხაროდ მხოლოდ ქირურგიული. და ეს არის რომ რაღაც არხი არსებობს, რომელიც შეიძლება ცოტა გადიდდეს და შეიძლება იმ არხში ჩაეჭედოს ნაწლავი, ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც თავაზობ იქვე, ეს არის რომ რაღაც შეიძლება კრიტიკული გართულება მოყოს თან. ამიტომაც ახლა ხშირად მოყავთ 3 და 4 თვის ბავშვები და ხა იცით. აზრი არ აქვს მაგ დროს ხო? ეს არის ფიზიოლოგიური, ამასაკისთვის ჩვეულებრივი და ამასაც ხა თუ რაღაც კატასტროფა არ ხდება და მართლა ძალიან სიმპტომური არ დახთან, ძალიან დიდი და რაღაც ძალიან მაღალი წნევით სითხე, რა თქმა უნდა, არანაირ ჩარევაზე და კურნალობაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ამიტომაც ანუ ელოდებით კონკრეტულ ასაკს, ამ შემთხვევაში ესე წლინახევარი 2 წელი. თუ გაჩერდა, თუ არ გაჩერდა, ოკეი, ამზადების რთულია ეს ოპერაცია, მარტივია. არ არის რთული, მარტივია, თუმცა ნუ მაინც ეს არის ანესთეზია, ოპერაცია, ეხლა ნუ ბავშვის ოპერაცია ესე გადაწყვეტილება მიიღო ოჯახისთვის, ეხლა ასე ძალიან მარტივი არ არის, მაგრამ ნუ თავისთავად ეს არ არის რთული ოპერაცია და თუმცა პრობლემა საბოლოოდ გვარდება და აღმოიფხვრება. ცით მედიცინაში არაფერი 100%-იანი არ არის, თუმცა როგორც წესი ძალიან მაღალ პროცენტში. ანუ მოზარდობაში რაიმე სახით არა, ეს ესეთი რომ ეს არხი იხურება, იკვანზება და შესაბამისად ეს არხი ბერადროს ვეღარ ამუშავდება, მაგრამ შეიძლება ოდესღაც კიდე გაჩნდეს თვითონ აი დიდების ტიპის ჰიდროცელე, წყალმანკი მოზრდილობაში, ამიტომ ხა თუმცა ამ ჩარევასთან ეს არ არის დაკავშირებული. სხვა შეიძლება ბატონო, მე გვიან გამახსენდა რომ მეკითხა ნუ ახლა. საერთოდ როგორია სტატისტიკა, რამდენად ხშირია ბავშვებში უროლოგიური პრობლემები და პათოლოგიები? ყველაზე ხშირი რა სახის პათოლოგიაა და ანუ მომართვიანობა რამდენად დიდია ამ მხრივ? ეხლა უროლოგია არ არის აი და ძალიან ყოველდღიური დარგი, რა თქმა უნდა. ყველაზე უფრო ბავშვებში ალბათ ყველაზე ხშირი პათოლოგია ეს არის ბიჭებში ტრიპტორხიზმი. დიახ, რომელსაც ახლა ვისაუბრებთ, ხო? ხო, ფიმოზიც რა თქმა უნდა, ნუ საკმაოდ გავრცელებული, მაგრამ ეს ძალიან ჩვეული ამბავია და ხა მე და მეც იმათ არ უნდა გავიხსენო. ძალიან მარტივად მოსაგვარებელი ყოფილა როგორც ვთქვით. ეს არ არის აი და რაღაცა და ესეც ფიზიოლოგიურია, ეს არის საშარდე ინფექციები. რაც შედარებით ხშირია. ეს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, უხშირესად ბიჭებში, 1 წლის ასაკში, მე უხშირესად გოგონებში, ეს არის შარდის შეუკავებლობა და ეხლა რჩება თილკმის და სხვა ესეთი
ვთქვათ, ანომალიები შედარებით იშვიათია საბედნიეროდ. ეხლა მეღიმება ხოლმე რომ ამბობთ რამდენჯერ მიახსენეთ, აი ეს არ არის აიდა რაღაცა, არდა ხომ ცნობილია რომ მშობელი განსაკუთრებულად ეს საგანგაშოდ აღიქვამს, ხომ ანუ ზოგადად პაციენტი თუ ავათხდება რამე უმნიშვნელო პრობლემაც რომ მქონდეს, რთულად აღიქვამს, ექიმი ამ ყველაფერს მარტივად უყურებს, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ მალე და კარგად მოაგვარებს იმ ამბავს და თუ ბავშვს ეხება საქმე, ამ შემთხვევაში, ხომ წარმოგიდგენიათ მშობლის მდგომარეობა. ესე იგი, ჩვენ მაქსიმალურად ვამშვიდებთ მშობლებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და იმ პათოლოგიებზე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ აქამდე, ეს არის ფიმოზი, ეს არის წყალმანკი, რეალურად ეს არ არის საგანგაშო, რომ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ხო? ახალშობილს თუ ჭირს ფიმოზი და არც წყალმანკი, ეს არის აბსოლუტურად ფიზიოლოგიური. ძალიან განიცდიან ხოლმე და გასაგებია. წყალმანკის ეს ფიზიოლოგიურობის ასაკი არის თქოს წინახევრამდე 2 წლამდე. მერე უკვე აღარ ითვლება ფიზიოლოგიურად, ესე იგი აღარ გაჭრება ამას ნიშნავს და სამკურნალოა და შეეხება ფიმოზს, ეხლა ფიმოზსაც მშვიდად უნდა შეხედო, ბავშვისთვის ამას ფიზიოლოგიური და ოდესღაც გაივლის თავისით, თუ თავისით არ დაელოდები შეიძლება მედიკამენტური კონსერვატიული მკურნალობით, მაგრამ ესეთი მანიპულაციები და რაღაცების ცოტა არ არის სასურველი. კარგით. და კრიპტორქიზმზე ვისაუბროთ, რომელიც ასევე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ხო? რა არის ეს? ჯერ ახსნა და შემდეგ მკურნალობა. ისევ ვთქვათ, მუცლაწყობის პერიოდში სადაც ლეჯურები ისახება მუცლის ხრუში და ნელ-ნელა ჩამოდის სადადულის არხის გავლით, ჩამოდის გარეთ კანქრეშ სადაც პარტში. ისევ და ისევ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 8 თვემდე. ანუ კრიპტორქიზმი, ეხლა მეანი და მიკროპედიატრი აღნიშნავს არის თუ არა ჯირკვალი, თუმცა თუ არ არის ჯირკვლები ჩამოსული ახლა ახალშობილში, ესეც არ არის და საგანგაშო და საშიშო. 7-8 თვემდე ითვლება, რომ შეიძლება ჩამოვიდეს, მაგრამ თუ 8 თვემდე არ ჩამოვიდა, მერე აღარ ჩამოვა ნამდვილად. და მერე რა უნდა ქნან? რა ხდება? ეხლა ორი ვარიანტია, ვთქვათ, ეს არის პირველი კონსერვატიული მკურნალობა, ანუ ჰორმონთერაპია, რომელიც ბევრ ქვეყანაში არც არის არანაირ რეკომენდაციებში ჩადებული. რატომ? ითვლება, რომ ძალიან დაბალი ეფექტურია და ჯობია პირდაპირ ოპერაციას ასახულდა. ეფექტურობა ითვლება სადღაც 12-15%-ამდე და რაც ნიშნავს 6-დან 7-დან 1 ბავშვი შეიძლება უშუალოდ და ხა ამისთვის ჩვენ პირობებში მეტუმეტეს ეს არის მხოლოდ ინტრამუსკულური ინjekცია, ხა დასავლეთში არსებობს სპრეი, რომელიც ისედაც სხვა ქმედება და ბევრად უფრო მარტივია, მაგრამ ის ჩვენთან არ არის. მაგრამ არის ქვეყნები, თქვა სკანდინავიაში ეს საერთოდ ამოღებულია პირდაპირ ბავშვს აქვს კრიპტორქიზმი, იგრება ოპერაცია. ოპერაცია ესე 2 წლის ასაკის არა, 2 წელი, აქ სასურველად ითვლება, რომ მკურნალობა ჩამთავრებული იყოს 18 თვისთვის, ანუ წლინახევრისთვის. ანუ ოპერაციას უკვე გეგმავენ სადღაც უკვე წლისთვის მაქსიმუმ წლინახევრისთვის. ეხლა იცით, არც რეკომენდებული ესეა, თუმცა ეხლა მეც რამდენჯერ ყოფილ ვარ, მაინც ყველა ბავშვი 1 წლის არ არის. დიდ ბავშვებსაც ბევრს ნახავთ, ანუ ეს სამწუხაროდ ეს მშობლები იქაც მაქსიმალურად თავს იკავებენ თუ რა არ თორე ეხლა ექიმი ყველა ურჩევს იქვე, მაგრამ ეს მშობლის გადასაწყვეტია. მაქსიმალურად დროში წელავენ ოპერაციის პროცესში. ანუ ეს იქაც ბევრს ნახავ გვიან ასაკში გაკეთებულს რა. იქაც რატომ ანუ აქ შენ შემთხვევაში გვიან ასაკში კეთდება? არა, იცით აქ როგორი მომენტია, ახლა ბევრი მოდის მშობელი და რო ეკითხები სადღაც ესე მითხრეს, რაც მართლა ესე უთხრეს. ეხლა ესეც უნდა აღნიშნოთ, რომ შეიძლება მეც 10 წლის წინ მეუბნებოდი უფრო მაღალ ასაკში, 6 წლის წინ უფრო ცოტა დავწე, ეხლა ბოლო 1-5 წელი ალბათ მეუბნები წლინახევარს, ხო? მაგრამ ეხლა ესეთი ინფორმაციის გავრცელება, ვთქვათ, დასავლეთში უფრო სწრაფად ხდება, ვთქვათ, ამ გაიდლაინებით თუ რაღაც ესეთი რა ჩვენთან ეხლა ნუ რაღაცნაირად ეს არ ხდება ეს ინფორმირება აქტიურად რას ვიძახი რომ ით უკვე ყველა პედიატრს უწერია რომ ეს არის წლინახევარი და ყველა პედიატრი ვალდებულია უთხრას მშობელს ეხლა ჩვენთან ეს ასე არ არის ვიღაცა ეუბნება ვიღაცა არ ეუბნება მაგრამ ვიღაცასაც მე ვთქვათ ოდესღაც ისიც ალბათ უახლოებში ისიც ეთქოს მაგრამ იქაც რო ეუბნებიან ყველა არ იკეთებს და ნუ ნახავ ბავშვებს გვიანაც და ეხლა მიზეზი რა არის რომ რაც უფრო მალე ჩამოდის უფრო ნაკლები შანსია რომ დაზიანება წავიდეს ჯირკვალში მორფოლოგიურად თუმცა
შეიძლება დროზეც გააკეთო, მაგრამ უკვე დაზიანებული იყოს ეს ჯირკვალი, ან თავისთავად გენეტიკურად ცოტა დისპლასტიური ჯირკვალი იყოს ჩამოყალიბებული რა. კარგით. მე კიდევ ერთხელ წარვადგენ თემას, ჩვენ დღეს ბავშვთა უროლოგიურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გაცემის დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ ასევე გავრცელებულ პათოლოგიაზე, თუ პრობლემაზე, როგორც არის შარდის შეუკავებლობა, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ჩვენ სტუმარი კი გახლავთ ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა ჭანტურაია 242 103 ეს არის რადიო მედფმ-ის ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ეთერში შეკითხვა დაუსვათ ბატონ ზაზას. ბატონ ზაზა, ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ ოპერაციული, ქირურგიული ჩარევა, ხომ? ამ შემთხვევაში მე მინდა თქვენი კლინიკიდან, თქვენი ცენტრიდან გამომდინარე ვისაუბროთ. პაციენტებს, ბავშვებს, რომელთაც სჭირდებათ ქირურგიული ჩარევა. რა პირობებს თავაზობთ და ასე ამ ზოგადად ცენტრზე მინდა ვისაუბროთ სტაციონარზე, ვისაუბროთ ექიმების დამოკიდებულებას და ასე შემდეგ, რა ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებაში. ბავშვებისთვის არის პატარა განყოფილება, ცალკე, ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეს არის, რომ ბავშვი რაც მე სტანდარტი არის საქართველოში ჯერჯერობით, ამიტომ ეს არის ბავშვი ნიშნავს ორი საწოლი რა. დედა ან მშობელი უნდა იყოს აუცილებლად ბავშვთან ერთად და მშვიდად და არას კომფორტულად და არას ჭამზე მჯდომიან იმავე ორგანში. რა, ცოტა ჯარემო უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვი რაღაც ფქიარულად თნობდეს თავს და ვთქვათ მეორედ მოსვლა მისთვის საინტერესო იყოს, რომ ესეთი ძალიან დიდი. მე ესე შეიძლება რომ ოპერაცია გაიკეთოს და მეორედ მოსვლა საინტერესო. არა, მარტო ოპერაციაზე არ არის პაციენტი. ოპერაცია არის შედარებით იშვიათობა, ვთქვათ, ამბულატორიულად ბავშვები მოდიან, ის მათთვის უნდა იყოს საინტერესო, რომ რაღაც ესე ვთქვათ უხაროდეს მოსვლა და რაღაცით ინტერესდებოდეს, ვთქვათ, ასეთი ვთქვათ მეტნაკლებად გვაქვს რომ საინტერესო გაფორმებული საინტერესო. ხადნუ დამოკიდებულებაც ეხა რაღაცნაირად ვცდილობთ რომ და ბავშვებთან ურთიერთობა კიდე რაღაც სხვა თვისებებს და პასუხისმგებლობას მოითხოვს თუნდაც ექიმების მხრიდან, ხომ? ამიტომაც რა თქმა უნდა ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა რა თქმა უნდა ბავშვი აი როგორც საბავშვო ბაღში მიდის ან სადღაცა ის სიამოვნებით ესე სასურველია ესეთი განცდა ჰქონდეს ბავშვს. Τώρα ეხა ისედაც ავათარის ბავშვი და ეხა კიდე პლუს ფსიქოლოგიური მომენტები და ეხაც ეს ძალიან ცოდვაა და ამიტომ რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ბავშვისთვის ეს იყოს რაღაც არც თუ ცუდი ასე ვთქვათ ესეთი შტაბეჭდილებები და ესეთი არც თუ ცუდი გამოცდილება ასე ვთქვათ. ძალიან კარგია. და ბოდით შარდის გაძნელებაზე ვისაუბროთ ბავშვებში. ზოგჯერ ან ბავშვები უჩივიან ხოლმე შარდის გაძნელებას ან შარდის ორნაცილად. მშობლები უჩივიან არ თორე ბავშვი. როგორ? არა, ესეთი მომენტია. ბიჭებში განსაკუთრებით ითვლება, რომ 1 წლამდე ასე ვთქვათ, აი მუსიკალური განათლების საზარდია ეს სიტყვა ეციან სტაკატო. ეს არის წვეტილი და ბიჭებისთვის 1 წლამდე ეს არის ძალიან ტიპური, თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება უფრო გვიან ასაკამდე იყოს. ბავშვი ბიჭი შარდავს წვეტილად, ულუფებით და კითხვა შეიძლება ეს მშობელს ისევ და ისევ ბავშვს მოთხოვთ რომ დაბადებისთანავე იყოს როგორც ზასტული ადამიანი, ხო? ბავშვები ხო არ ლაპარაკობენ. ანუ მოშარდვასაც ცოდნა სჭირდება, მაგის თქვა. არა, იცით, ახალშობილი ხო არ ლაპარაკობს და ხო არ დადეს ფეხზე, ამისთვის ხო არ მიყავთ არა ექიმთან, რომ აი ბავშვი ვერ ლაპარაკობს ახალშობილი. ეხლა ის მოშარდვაც რაღაცა თავისი, თან მოშარდვა ეს მომენტია, რასაც ბავშვი თავისი რეფლექსურად ახორციელებს და ეს რეფლექსი 1 წლამდე ასაკში ბიჭებში არის ესეთი. ოკეი. ანუ ამაში არაფერი ცუდი არ არის. ეხლა ერთადერთი რაც საყურადღებო და ბოლო წლებში ძალიან წინა პლანზე წავიდა ეს ერთ-ერთი ცუდი ფაქტორი, რაც ცუდ გავლენას ახდენს მოშარდვაზე, ეს არის ხაბზობა. ანუ ხშირად მოდიან პაციენტები რაღაც ესეთი დისფუნქციით, მოყავთ ბავშვებიდან, პირველ რიგში უნიშნავ საიყვანებედი, ცით ინერვაცია არის ერთი, ასე ვთქვათ, სწორი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი და შარდის ბურთი, ეს არის ზურგის ტვინის გავი სეგმენტები აინერვირებენ, ასე ვთქვათ, და ერთისგან წასულმა პათოლოგიურმა იმპულსაციამ შეიძლება მეორეს, ასე ვთქვათ, რეფლექსური დათრგუნვა და ასე დისფუნქცია გამოიწვიოს. არა, ფაქტია, რომ ესეთი, ვთქვათ, თუ მოდის ბავშვი გაუგებარი შეუკავებლობით, პირველი რეკომენდაცია ეს არის ყაბზობის
რეგულირება და ყაბზობის განკურნება. მედიკამენტოზური მკურნალობა. ხო, რაღაც დიეტა, საკვები, ეს დამხმარე საშუალებები, მედიკამენტები, ასე ვთქვათ, ლაქტულოზა რაღაც ასე ვთქვათ. ერთი ეს მშობლებისთვის ინფორმაცია, რომ ყაბზობა არ ვარგა მარტო ყაბზობისთვის, არამედ ბევრი რამისთვის, მათ შორის მოშარდვის საფრთხისთვის რა. კარგით. და ასევე მინდა გკითხოთ შარცაწვეთების ანომალიებზე, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, მაგრამ ესე კონკრეტულად არ გვესაუბრია. ეს შედარებით იშვიათია, ყველაზე ხშირი ანომალია ეს არის გაორება, შარცაწვეთის, ანუ აი თირკმლის შემგრების სისტემის გაორება, ასე ვთქვათ. ესეც თავისთავად ცოტა საყურადღებო ასე ვთქვათ პათოლოგია გააჩნია რა დონის და რა ხარისხის გაორება, თუ სრული გაორება, რა თქმა უნდა, ამის უკან შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული შარდის ბუშ-შარცაწვეთის რეფლუქსი. ანუ მოშარდვისას რო გამრუნდება შარდი და ეს შეიძლება იყოს რაღაც მორეციდივე საშარდე ინფექციის ხელშემწყობი. ძალიან იშვიათი ანომალიებია ეს არის ურეტეროცელი, ანუ როდესაც გაორებული შარცაწვეთის ზედა თირკმის შესაბამისი შარცაწვეთით ფაქტურად ყორუთ ბოლოვდება და რაღაც დიდ ესეთ ბურთივით განიერებულია ბოლოში. ძალიან იშვიათი ასევე შეიძლება შარცაწვეთი კი არ ჩაედინებოდეს შარდის ბუშტში, არამედ სადმე უცნაურად როგორც არის შარცადენი მილი ან შეიძლება ეს იყოს საშოში, შეიძლება ეს იყოს პროსტატულ ნაწილში, შეიძლება საერთოდ ბუშტში, ანუ ეს სამსაბედნიეროდ ძალიან იშვიათია. ეს ფარულად მიმდინარეობს ეს პროცესები, ანუ რამდენი ამას მოყვება თირკმის დაზიანებას და ამ დროს მუსატყოფის დროს შეიძლება ულტრასონოგრაფიით აღმოჩენილი იყოს განიერება თირკმის და ან მე თქონდა იგივე შემდეგ ასაჩისა. ერთ-ერთი ამის თანამდები შეიძლება იყოს შარდის შეუკავებლობაც. ანუ პაციენტი შარდობს ერთი ხუთი თვეს კარგად და მეორე მხრივ სულ მუდმივად ეპარება წვეთები. კარგი, ჩვენ ახლა რეკლამას მოვუსმინოთ და შარდის შეუკავებლობაზე ბავშვებსა და მოზარდებში უკვე დეტალურად შემდეგ ვისაუბრებთ. ეთერშია ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის საავტორო საათი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის ბოლო სეგმენტით ჩვენი სტუმარი გახლავთ ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა ჭანტურაია. ჩვენი გადაცემის წინა ნაწილებში ვისაუბრეთ ბავშვთა უროლოგიურ პრობლემებზე, პათოლოგიებზე, ვეცადეთ მაქსიმალური რჩევა და ინფორმაცია მოგვეცა. ბატონი ზაზა ცდილობდა ასევე დაიმშვიდებინა მშობლები, რომლებიც ზოგჯერ შესაძლოა ძალიან საფუძვლიანად, მაგრამ განგაშის სიტუაცია ნამდვილად არ აქვთ ხოლმე, ხო? ხშირ შემთხვევაში ეს არის ეს პათოლოგიების უმეტესი ნაწილი არის ფიზიოლოგიური, გარკვეულ ასაკამდე შეგიძლიათ მოითმინოთ და მხოლოდ დაკვირვებას დაისჭერდეთ და რაღაც ექიმის მითითებული ასაკის შემდეგ ძალიან მარტივი ჩარევით თქვენი შვილების პრობლემა, უროლოგიური პრობლემები მარტივად მოგვარდება. რაც შეეხება მომდევნო თემას, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, ეს არის შარდის შეუკავებლობა როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში. მე აქვე გამოვაცხადებ ტელეფონის ნომერს 252 100 3 თუ არ ხართ საჭესთან და გაწუხებთ შარდის შეუკავებლობა ან თქვენ შვილს და ან ზოგადად რაიმე შეკითხვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ. ბატონ ზაზა, მოკლედ რა ტიპის შარდის შეუკავებლობა არსებობს როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში? დავიწყოთ ბავშვებით, მაშინ უხშირესი პრობლემა ეს არის ღამის ენურეზე, ანუ როდესაც ბავშვები იშარდავენ ღამით ძილში. ვთქვათ, აიქაც ვიტყვი ესეთ რამეს, რომ ვთქვათ, სოციალური ასაკი, რომ ბავშვმა ასე ვთქვათ, პამპერსი გადაარიდოს და დღისით არ ჩაისველოს, ეს არის 3 ითვლება 3 წელი, ხოლო ღამით რომ არ ჩაისველონ, ეს არის 5 წელი. ანუ ხანდახან მოყავთ 3 წლის და 4 წლის ბავშვი, რომ ღამე უხსნით, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ბავშვს 7 ცხოვრება ითვლება 5 წელი არის ესე ვთქვათ ზღვარი. 5 წლის მერე თუ ბავშვი მაინც ისველებს ღამით, რა თქმა უნდა, მერე ვიწყებთ მკურნალობას. ვთქვათ, ასევე რა სახის მკურნალობაა? ეს ღამის ენურეზე შემთხვევაში ეს არის 3
ფაქტორის კომბინაცია. პირველი ფაქტორი არის ღამის ღრმაძილი, რომელიც ბავშვების ალბათ 98% ღრმაძილი აქვს. მაგრამ ემატება მას ორი ფაქტორი პლუს ეს არის შარდის პუშტის შედარებით ტევადობის სიმცირე, მცირე ტევადობა და მეორე ეს არის ასე ვთქვათ, არსებობს დღეღამური რიტმი შარდის გამოყოფისა. ვთქვათ, ახალშობილები გამოყოფენ თანაბრად დღე და ღამე, მაგრამ სადღაც შუქთან მიმართებაში ნელ-ნელა ყალიბდება, რომ დღისით გამოიყვა სადღაც 70% და ღამით 30% და დღეღამური დიურეზის, ასე ვთქვათ, ნორმალური დიურეზის 30% საკმარისია, რომ შარდის პუშტმა შეიკავოს დილამდე. ამიტომ რაც არ უნდა ღრმად ძინოს ბავშვს, თუ მას ნორმალური ტევადობა აქვს და ღამით ჭარბად არ გამოეყოფა შარდი, ის არ ჩაისველებს. მაგრამ თუ ბავშვს ძალიან ღრმად ძინავს, თუ მას მისი თირკმელები, მისი ორგანიზმი ღამით დიდი შარდის ძირითად ნაწილს ღამით გამოყოფენ, თუ ტევადობა შარდის პუშტის არის მცირე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დასრულდება ჩასველებით. შესაბამისად, მკურნალობა მიმართულია რომელიმე ამ ფაქტორისადმი. ყველაზე რთული სამენეჯმენტო ეს არის ღრმაძილი, რა თქმა უნდა. ყველაზე მარტივია, ასე ვთქვათ, სიცხის გადათამაშება, რომ ვთქვათ, ვიწყებთ მარტივად შეზღუდვით საღამოს 6-7-ის მერე არანაირი საკვები, არანაირი სასმელი. შედარებით უმარილო დიეტაზე გადასვლა, რადგან ბავშვი თუ ძალიან დიდი რაოდენობით მარილიან და ტკბილეულს და წვენს იღებს, რა თქმა უნდა, მერე ძალიან წყურდება. ანუ ჩიპსები, ეს მარილიანი ჭხირები, არახისი, შოკოლადი, სასმუსნავები, რომელიც არის მოპირდები. თაფლიანი და რაღაცა ესენი და ზეხვეული, მარილიანი უნდა ამოიყო, რადგან ბავშვი მერე ძალიან ბევრ სიცხეს იღებს და. ოკეი. 6-7 საათის მერე შეზღუდვა და ხანდახან მხოლოდ ამით შეიძლება მოგვარდეს ყველაფერი. მაგრამ ეს უნდა მინიმუმ რამდენიმე თვე და რამდენიმე შეიძლება 1 წელიწადი რომ ტვინი, ანუ ჰიპოთალამუსი მიეჩვევს ამ ანტიდიურეზული ჰორმონის ისე გამომუშავებას, რომ დღეღამური რიტმი შარდის გამოყოფისა დარჩეს ისეთი, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი, რომ ღამე იყოს მხოლოდ 30% და დღისით 70%. და ასევე თუ ბავშვი ძალიან ბევრ სიცხეს სვამს, ესეც ნორმალური კვების რეჟიმი ხა ბავშვი თუ ძილის წინ ლიტრა კოკაკოლას სვამს, ეს არ არის ნორმალური და არ უნდა გაუკვირდებს შობას, რომ ბავშვი იმ დროს იმ საღამოს ჩაისველებს. შემდეგი რაც შედარებით იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება, ეს არის პუშტის ტევადობა და ამ შემთხვევაში მივმართავთ პრეპარატებს, რომლებიც პუშტის ტევადობას ზრდიან. რა თქმა უნდა, საღამოს სიცხის შეზღუდვასთან ერთად. მაგრამ როდესაც ეს ორი მეთოდი არ ამართლებს, რა თქმა უნდა, მე მიდიხარ და ეს არის, ასე ვთქვათ, მაღვიძარას პრინციპი, რომ ბავშვს შეიძლება მიაჩვიო, გაიღვიძოს. ერთხელ მაინც თუმცა ესეც ჭრის ეს? თუ პერმანენტულად წელი ოჯახი ყველა იღვიძებს იმ სახში იმ ბავშვის და მაგრამ ვიღაცასთან ჭრის, მაგრამ ხოდიორებით იწყებთ მარტივით, ეს არის სიცხის შეზღუდვა, მე ეს ანტიდიურეზული ჰორმონის ანალოგი, რომ ღამე სიცხის გამოყოფა შეამცირო, შარდის გამოყოფა, მე პუშტის ტევადობის ჯანსა და ყველაზე რთული და ყველაზე ბოლო ეტაპი, შედარებით ბოლო ეტაპია ეს სამწუხაროდ ეხლა 100%-იანი განკურნება არ არის, ვიღაცას ეს ასე ვთქვათ, ღამის ენურაზე მიყვება მთელი ცხოვრება. ეგ უკვე რთული შემთხვევა, როდესაც წარმოგიდგენიათ ხა ადამიანი, რომელზეც დაასრული. არა, მოდიან და ვთქვათ, აი, მარტივად ეუბნება როვთრები მეპარება, ოკეი, ძალიან მარტივია, მოდიხარ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ბატონო. არა, ვიღაცას და ასე. მესმის და როგორ ხდება დიდებში ეს უკვე ბევრ სტრესთან იქნება რა და დაკავშირებული. მედიცინის პრინციპი რომ 100%-იანი არაფერი არ არის, ეს ყველა არ იკურნება ენურეზისთან სამწუხაროდ ეს შეიძლება ძალიან იშვიათი იყოს, ვთქვათ. ნახევარ ან 0.1%-ზე ნაკლები, მაგრამ ვიღაცას ეს პრობლემები მიყვება ბოლომდე. შენ შემთხვევაში აი მოზრდილებზე ვისაუბროთ, მამაკაცებში უფრო ხშირია ეს პრობლემა თუ ქალბატონებში? ვთქვათ, აი კაცს რაღაც ისეთი ზოგადი რეკომენდაცია, რომ ყველაზე ესეთი სახიფათო შეუკავებლობა იქნება, როდესაც შარდი მოდის მუდმივად წვეთად. ბავშვებში, ანუ თუ ესეთი შეუკავებლობა მუდმივად სულ, თქონდა ეს საყურადღებოა. ასევე საყურადღებოა გოგონები, როდესაც ითმენენ, აი ყაბსობა და ესეთი დისფუნქციური მოშორება, ესეც აი ეს დროზეა, ასე ვთქვათ, ეს პათოლოგიური მექანიზმი მოსაცილებელი ბავშვს უნდა
აუხსნა ასწავლო რას ნიშნავს ნორმალური მოშარდა ეს მინიმუმ და რეჟიმული და ყაბზობას უნდა მკაცრი მოწესრიგება. მაგრამ თუ ბავშვს აქვს ისეთი რომ მუდმივად სულ მოწვეთავს ეს ცოტა საყურადღებო და აუცილებლად სამედიცინო. და ეს რა პათოლოგიაზე მიანიშნებს? ამის უკან შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ზურგის ტვინის თეატრის ვარიანტები, ამის უკან შეიძლება იყოს აი ეს ექტოპიური შარცოტი როგორც უადგილო სიხსნება ხო, იმიტომ რომ რაღაც ადრეულ ასაკში შეიძლება თითქოს მოცი არ იყოს სულად დაკარგული და შეიძლება მიასრულოს და რაღაც ნაწილი შეინარჩუნოს და ეხლა რაც უფრო გვიანად რა თქმა უნდა შეიძლება თითქმის უკვე ამოსაღები იყოს. თუმცა ეს არის მოგვარებადი პრობლემა ხო შეთანხმდა მკურნალობაში დროულად ვიზიტის და თუ ეს ზურგის ტვინის თეატრის პრობლემაა სამწუხაროდ ძალიან ცუდი ვარიანტია მთელი ცხოვრება პაციენტს რაღაცა ჭირდება. რაც ეხლა განვითარების ზურგის ტვინის განვითარების ანომალიის შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება დიდებში, თქვა დიდებში უფრო სხვა ტიპის შეუკავებლობებია და ცეთ ღამისენურეზე ძალიან იშვიათია და აქ გამოვყოფრო თქვა ითვლება ესეა რომ ქალებში უფრო ხშირია ეს პრობლემა და ქალებში არის ორი განსხვავებული ორი სხვადასხვა აბსოლუტურად ერთმანეთთან არანაირი კავშირი მყოფი ორი ტიპის შეუკავებლობა. ერთი ამას ქვია ეგრეთ წოდებული დაძაბვის შეუკავებლობა ლათინურად სტრესი, მაგრამ სტრესი ფსიქოლოგიური სტრესი კი არა, უბრალოდ ფიზიკური დაძაბვა, როდესაც ნუთლის შიგაც ცნება იზრდება. ანუ რაღაც ფიზიკური დაძაბვის, როდესაც ამ დროს ეპარებათ ქალბატონებს და მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული იმპერატიული, ანუ არასტაბილური შეუკავებლობა, როდესაც შარდის ბურთს რო მოუნდება მოშარდა ეს აი ტუალეტში მისვლის საშუალებას არ იძლევა, ასე ვთქვათ, ანუ ეს არის საკმაოდ რთული ყოფილა ეს მდგომარეობა ნამდვილად. ნუ ეხა ორივე არასასიამოვნო, თუმცა რაღაც მოგვარებადი ყველაფერი არის, ხო? თავარი ეგ არის. ანუ ძალიან მარტივია დიფერენცირება, ესე მარტივი შეიძლება რომ თუ ქალბატონს ეპარება შარდი დახველებისას, სიმძიმის აწევისას, გაცინებისას, დაცემებისას. მოხუცებში. ახალგაზრდებშიც არც ისე იშვიათია რომ იცოდეთ. მართლა? მოხუცებში არა, მოხუცებში, ნუ კი, მაგრამ ახალგაზრდებს ეხლა თუ ეს არის დაუძლურებელი ბებია, დაუძლურებული ბებია, რა თქმა უნდა. აი, მაგრამ და მეორე ტიპის ეს არის, აი, რომ მარტივი შეიძლება ვთქვათ, პაციენტს უხსნა, აი, რომ მოგინდა მოშარდვა, მისწრება გიჭირს თუ არა და თუ მისწრება უჭირს, ამიტომ შეიძლება გაეპაროს, აი, ეს არის, ასე ვთქვათ, იმპერატიული შარდის შეუკავებლობა, ანუ არასტაბილური შარდის ბუშტის ვეძახით. ანუ ზეაქტიური შარდის ბუშტს. რომელიც პირველ შემთხვევაში, აი, თქვა დაძაბვის შეუკავებლობას არსებობს ოპერაციული ჩარებაც და საკმაოდ ეფექტურია, და საწყის სტადიებზე ან მინიმალურად გამოხატული მდგომარეობის შემთხვევაში, რაღაც ფიზიოთერაპია, ანუ მენჯის კუნთების გაძლიერება. მაგრამ თუ ვთქვათ ეს არის პოსტმენოპაუზური ქალბატონი და ადგილობრივი ჰორმონული ჩანაცვლება, რომ ანატომია ლოკალურად საშუალო ანატომია იყოს და ფუნქციურად აღდგენილი, ხოლო თუ ეს არის შარდის ბუშტის ასე და დაუთრკუნავი შარდის ბუშტი, რომ პაციენტი ვერაც ერთგვარად რა თქმა უნდა ამ დროს უფრო მედიკამენტურია და ყველაზე ესეთი რეზისტენტული შემთხვევებში გამოიყენება ბოტოქსიც კი შარდის ბუშტის პუნქცი შეყავთ რომ დათრკუნონ მისი აქტივობა. კიდე რაიმე არ ბოტოქსი გამოიყენება ამას. კაცებში როგორც წესი უფრო ხშირად ეს არის აი შარდის ბუშტის ზეაქტიურობასთან თუ დაუთრკუნაობასთან დაკავშირებული, ანუ ვერმისწრების, ანუ იმპერატიული შეუკავებლობა. ესე დაძაბვის შეუკავებლობა კაცებში ძალიან იშვიათია. უხშირესად ეს ვიღაც პაციენტი შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული რაღაც ჩარევებთან. ვთქვათ, ჩარევებში აქ გავყოფდი ორი ჯგუფად, ეს არის უროლოგიური ჩარევები. სამწუხაროდ ერთია ონკოლოგიური ჩარევები, როდესაც პროსტატას ცილდება საერთოდ ასეთ პაციენტში შეიძლება დარჩეს ამის შეუძლებლობა და მეორე ეს არის არა კეთილთვისებრი პროცესი, როდესაც შეიძლება სამწუხაროდ მედიცინა 100%-იანად შეიძლება ვიღაცას არ გაუმართლოს და ასეთი შეუკავებლობა ქონდეს, მაგრამ და მეორე ჯგუფი პაციენტების ეს არის ვთქვათ რაღაც ონკოლოგიური ჩარევების სტომატოლოგი, როდესაც საერთოდ ბუშტის ინერვაცია ირღვევა. ან იგივე ქალბატონებში გინეკოლოგიური ჩარევები, ონკოლოგიური ცაცეთი აგრესიული ქირურგიული ვთქვათ რადიკალიზმის და გამო შეიძლება ინერვაცია დაირღვეს შარდის ბუშტის რა და ამ დროს რაღაც შეუკავებლობის მომენტები შეიძლება იყოს. გასაგებია. ქალებში ასევე შეიძლება იყოს ეს ფისტულები, რაც დაკავშირებულია გინეკოლოგიურ ჩარევებთან, როგორც წესი
და ნუ აი ეს აბსოლუტურად ქირურგიულ ჩარევას მოეთხოვს რა. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა ჩამოთვალეთ, ყველაფერს შევახეთ, მაგრამ უმეტესი მათგანი დროულად ექიმთან ვიზიტის შედეგად სწორი მკურნალობა 5 წლამდე ბავშვი, მაგრამ სხვა შეუკრებლობა ესეთი ჯობია ექიმი პროფესიოდ, ამაში კვალიფიციური ექიმი, ზოგადი უროლოგი შეიძლება არ იყოს ამ შემთხვევისთვის ადეკვატური ჯობია კვალიფიციური ასე ვთქვათ. ამ დარგში მეტნაკლებად არსებობენ, ნამდვილად არსებობენ, ერთი სახეზე და სტუდიაში გვყავს. შეგიძლია თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, მივიძანეთ ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცენტრი, რომელსაც 50 წლიანი და წლები ამ შემთხვევაში მეტყოლებს ბევრ ამაზე. თუნდაც ეს იყო პირველი ცენტრი მაშინდელ საბჭოთა კავშირში უროლოგიის მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი იყო, ნოვატორი იყო, 20 წლის შემდეგ გაიხსნა. ის პოლიტიკურადაც ძალიან აქტიური ადამიანი იყო და უროლოგის ძალიან ცნობილი და დაფასებული. და წამყვანი იყო მოკლედ მაშინდელს საბჭოთა კავშირში, ასე რომ ძალიან პროფესიონალებით დაკომპლექტებული გახოთ ეს ცენტრი, შეგიძლიათ მივწადეთ და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც თქვენს უროლოგიური მიმართულებით გაწუხებთ, მოიგვაროთ მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა, არჩეულებრივი მოსაუბრე ბრძანდები, ძალიან ბევრი კარგი და სასარგებლო რჩევა მიეცით ჩვენს რადიო მსმენელებს და რაც მთავარია დაამშვიდეთ ისინი ყველა ფერი მოგვარებადია დროულად ჩარევის შემთხვევაში. და გემშვიდობებით ჩვენ სტუმარი გახსნათ ალექსანდრე წოლუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა ჭანტურაია. მე გემშვიდობებით და ჯანმრთელობას გისურვებთ.